სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები გრძელდება. სხვისი ღირსების შელახვისთვის სამართალდამრღვევები სხვადასხვა ოდენობის თანხით ჯარიმდებიან. შესაბამისი სამმართველო მონიტორინგს 24 საათიანი რეჟიმით ატარებს. ახალი უწყების შექმნიდან დღემდე 200 სამართალდამრღვევა გამოვლინდა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ორთვიან მუშაობას ეფექტურად აფასებენ მმართველ გუნდში. დეპუტატების განმარტებით სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტები მნიშვნელოვნად შემცირდა. შეურაცხყოფა არავითარ შემთხვევაში არ ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და პირიქით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაც კი, რაც ჩვენს ქვეყანაში არ არის, ეს სრულად შესაბამისობაშია სტრასბურგის სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერები აღსრულდეს, რასაც აკეთებს კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოავლენეს ფაქტებს, შემდეგ მსჯელობს ამ ყველაფერზე სასამართლო და ზუსტად ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით იღებენ გადაწყვეტილებას. ფაქტიც სახეზეა, აშკარაა ფაქტები უკაცრავად გავკისთვის. ხედავთ, რომ შემცირებულია სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში, რაც მხოლოდ და მხოლოდ უკეთესია ისევ და ისევ საქართველოს მოქალაქეებისათვის. ნამდვილად გამოიღო შედეგი აი მოწყების მუშაობამ, რომელიც სპეციალურად შეიქმნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ, რომელიც გამოავლენს ხოლმე ესეთ ფაქტებს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ ადამიანებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არ არის ქართული ფენომენი და უნდათ რომ დაემკვიდრებინათ, რომ სოციალურ ქსელში ადამიანი ზოგადად თამამია უფრო ვიდრე ფიზიკურ ურთიერთობებში და იქ წერს შეურაცხყოფას, გინებას და ასე შემდგომ თითქოს წესად აქციეს. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალიან კარგია, რომ ეფექტურად მუშაობს აი შესაბამისი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ის ხალხი, ვინც მუშაობს აქეთ, საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. გამორიცხვით ამას ვერ გამორიცხავ ერთ ქვეყანაში ზოგადად სამწუხაროდ, მაგრამ მთავარია რომ ეს იყოს ერთეული შემთხვევები და არა ისე მასიური, როგორიც აქ